მოგესალმებით ძვირფასო არხის წევრებო, ადამიანებო, ჩვენო ერთგულო მსმენელებო, ძვირფასო სულებო, დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ ყველას და მადლიერების ენერგიებით გიერთდებით თქვენი თბილი კომენტარების მიმართ, თქვენი თბილი შეტყობინებების მიმართ და თბილი სიყვარულით სავსე ენერგიების გამოგზავნის მიმართ ჩვენს არხზე და ჩემი მიმართულებით. დიდი მადლობა. გიგზავნით სიყვარულს და პოზიტიურ ენერგიებს. ჩემო ძვირფასებო, ჩავჯექით ტრადიციულ გრაფიკში, ყოველდღიურ გრაფიკში და დიდი იმედი მაქვს, რაიმე გაუთვალისწინებელი არაფერი გამოხდება ისეთი, რაც ჩვენს ტრადიციულობას დაარღვევს, ხო, ჩვენს არხზე ყოველდღიურ გაშლებს გულისხმობ. მოკლედ, აპრილი, სადღაც თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი არხის გამტარობით მატრიცული მედიტაციები და უკავშირს უკვე ვიღებ ადამიანებისგან, ვინც იყვნენ ამ მატრიცებზე, ვინც ესწრებოდა 21-30 დღიანი იყო. ეს იყო ფინანსური მაგნიტის მატრიცები და ფინანსური ბლოკებისგან განსათავისუფლებელი მატრიცები. ეს არის კვანტური ხმები, რის მეშვეობითაც დნმ-ის უჯრედულ დონეზე ხდება ასე ვთქვათ, იმ მენტალური თუ შინაგანი ემოციური ბლოკებისგან გაწმენდა, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ამა თუ იმ მიმართულებაში. ჩვენ ამ შემთხვევაში ჰქონდა ფინანსური და ზოგადად ენერგეტიკული გაწმენდის მატრიცები. ესე იგი, ეს მატრიცებს ახასიათებდა, ესე ვთქვათ, მოულოდნელი ფინანსური შემოსვლა ან ზედმეტი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება. გოგონები იყვნენ ჩვენთან საზღვარგარეთიდან, საქართველოდან და ასე შემდეგ და სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და აი უკავშირი რომ მოდის, რა თქმა უნდა, მეხმიანებიან და წერენ უკვე, როდესაც რამე ხდება ან არ ხდება და ესე იგი, ჯერ რა ვინც იყვნენ ჯგუფში მხოლოდ ერთ ადამიანთან, სადღაც 10 ადამიანიდან 9-10 ადამიანიდან ერთ ადამიანთან არ არის ცვლილებები, დანარჩენთან ყველასთან არის. ეს ჩემთვის ხალხო იცით რას ნიშნავს? აი ძალიან დიდ ბედნიერებას ნიშნავს, სიხარულს და აი არ ვიცი, ყოველფრით რისი თქმა მინდა იმის, რომ მე ჩვენს არხზე ასე ვთქვათ, დამერღვა გრაფიკი და აი ის რომ შედეგს ვიღებ, ეს არის ჩემთვის უდიდესი კომპენსაცია, ასე ვთქვათ, იმ დარღვევების, იმ ასე ვთქვათ, დანაკლისის, რაც ჩემ არხმა განიცადა, ჩვენ სივრცემ განიცადა იმ პერიოდში, სამაგიეროდ აი იმ ადამიანების დახმარება ამ არხის გამტარობით მიბალანსებს იმ ყველაფერს. დავამთავრებთ ეს მატრიცები, დავასრულეთ და ალბათ, რა ვიცი, აღარც გავაკეთებ მინიმუმ 1-6 თვე, იმიტომ რომ ჩემი უდიდესი დრომი აქვს ყოველდღიური 2 საათი და ენერგიაც, რა თქმა უნდა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვეღარ ვაკეთებთ დიდ გაშლებს, იმიტომ რომ აი ვარდებოდი ჩვეულებრივად იმ მატრიცების შემდეგ და ვითიშებოდი, მეძინებოდა იმისი კიდე პირადი დიაგნოსტიკები იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემო თბილებო და ტკბილებო, გიგზავნით სიყვარულს, დაგიბრუნდით დიდი სიყვარულით და განვაგრძობთ ჩვენს გაშლებს. დაგიბრუნდით ასევე, როგორც დაგპირდით 10 ივნისიდან, კვირის პროგნოზით, რომელიც გარკვეული პერიოდი ამოვიღეთ ჩვენი სივრციდან, მაგრამ იმდენად დეფიციტი მქონდა ამ გაშლის არქონის აქ, სხვა არხზე გადავიტანე ეს გაშლა, მაგრამ იქაც დავტოვე და აქაც ისევ ჩავრთე, რომ თან გოგონებს ვკითხე პირდაპირ ეთერში, რომ ვიყავით ჩართულები და გოგონებაც, რომ კიო გვინდაო
ძალიან გვეყვარსო და გადავწყვეტა რომ კვლავ დამებრუნებინა. ჩვენ გვექნება დღეს გაშლა მომავალი 1 კვირის ტაროს პროგნოზი შენი სულიერი სივრცის არხიდან. ასევე ვაიმე ჩემო თბილებო და ტკბილებო, ესე იგი მე ხო სულ ეხა ეზოთერიკოსის თვისება განდეგილობა, რაც მოისაზრებს ნაკლებ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას და უფრო ვიწრო საზოგადოებრივ სივრცეებს. იმიტომ რომ რაღაცნაირად დისკომფორტს მიქმნის ხალხმრავლობა, მაგრამ მომიწია. თუმცა მაქსიმალურად ჩვენი ვალია ეზოთერიკოსების ვიყოთ ხალხში. ყოველ შემთხვევაში ჩემს მატრიცაში ასე წერია. მოკლედ მომიწია 200-კაციან სივრცეში მოხვედრა და მესამე დღეა ჩვეულებრივად ვარ დაგდებული ენერგიისგან დაცლილი და ფიზიკურ დონეზეც ძლივს ვახერხებ გადაადგილებას. ეს იყო საოცარი, ამდენ ხალხში, ფაქტიურად ჩემი ეზოთერიკობის პერიოდში აღარ ყოფილვარ და ამ დროს იყო საოცრად თბილი გარემო, იდეალური სიტუაცია, ყველაფერი, მაგრამ ეს ჩემი ენერგიები არ მქონდა დაცვა გაკეთებული, იმიტომ რომ ისეთ სიტუაციაში გარემოში მივდიოდი, რომ იქ ეს არ მჭირდებოდა, ძალიან რბილი დაცვა სხივის და ეს იყო და ეს და ჩემი ენერგიები ისე ავტომატურად გაისუტა, შეისრუტეს, რომ ჩვეულებრივად ესე მესამე დღეა ენერგორესურსის აღდგენა მჭირდებოდა. გაშლაც რომ გავაკეთე გუშინ თქვენთან, მხოლოდ და მხოლოდ გაშლაზე ვიყავი კონცენტრირებული, ვერანაირი სხვა მომართვა ვერ შევძელი, იმიტომ რომ არ მქონდა ენერგორესურსი. ნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია, ვისი უნდა იყოს გაშლა, იმისთვის, ვინც ახალი ხართ და მოხვედით ამ დრომდე, გეტყვით, რომ მოусმინეთ სიგნიფიკაციას, თუ იყო თქვენი სიტუაცია, რომელსაც გავშლით, დარჩით გაშლაზე. თუ არ არის თქვენი, არ უყუროთ გაშლას, იმიტომ რომ აქ არსებული ინფორმაცია ისე კი თქვენ არ გეკუთვნით. ახლა კი ვნახოთ, რა ენერგიებში იმყოფება ადამიანი, ვისთვისაც უნდა იყოს მომავალი 1 კვირის ტაროს პროგნოზი. თქვენი ენერგიები. მომავალი 1 კვირა როგორი იქნება თქვენთვის? ენერგეტიკულად და მიწიერად ნახოთ ესეც. რასაც არ ელოდები, მაგრამ ეს მოხდება მომავალი 1 კვირის მანძილზე. რა არის ეს? რასაც არ ელოდები, მაგრამ მოხდება შენს ცხოვრებაში, რაღაც საინტერესოდ მოდის ტარო. როგორი იქნება თქვენთვის? საქმიანობის მხრივ მომავალი 1 კვირა ფინანსები როგორი იქნება მომავალი 1 კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში? და პირადი სასიყვარულო ურთიერთობა როგორი იქნება თითქმით მომავალი 1 კვირის განმავლობაში? ნახოთ
სტრესში იმყოფება ადამიანი, ვისთვისაც უნდა იყოს გაშლა. რაღაცა ბედნიერების განცდა მიწიერ დონეზე, რომელიც თქვენთვის არის, აი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელზეც ოცნებობთ, ეს შეიძლება იყოს გაცნობა სადღაც მეგობრულ წრეში, სადაც ძალიან დიდი მიზიდულობა იგრძენით და არ იცით რა იქნება ამ ურთიერთობაში. ეს ასევე შეიძლება ვიღაცა პირველი რაც მოდიოდა სამკუთხედური სიტუაცია, რომელზეც ძალიან ნერვიულობთ და ფიქრობთ, რომ რა იქნება, აგირჩევთ თუ არა თქვენ ეს ადამიანი. ასევე ოცნებობთ იმ ადამიანთან დიდ ბედნიერებაზე, შეიძლება მეგობრების გაცნობაზე, თქვენი მხრიდან და მისი მხრიდან, რომელთანაც გაქვთ სექსუალური ურთიერთობა მიწერ დონეზე და უდიდესი მიჭეჭულობა ამ ადამიანის მიმართ. თუ იცან თქვენი სიტუაცია, დარჩით გაშლაზე. ნახოთ როგორ იქნება მომავალი ერთი კვირის ტენდენციები. ცოტა კრიზისულ ენერგიებში მოჩერს წამის. შეტყობინებას მიიღებთ ადამიანისგან, რომელსაც შეიძლება ყავს ოჯახი და უბრალოდ რაღაცა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ამ ურთიერთობაში არის დიდხნიანი და ვერ გადაწყდა, იმედი აღარ გიქნებათ, რომ ასე ვთქვათ, ის გადაწყდება. ასევე რაღაცა შეტყობინებას მიიღებთ, კი ბატონო, ცოტა კრიზისული ემოციები გექნებათ, უბრალოდ აი ცოტა გაურკვეველ ენერგიებში იქნება აქ ადამიანი, ვინაიდან როგორ წავა, საით წავა ეს ურთიერთობა, რა სიზავს ეს ადამიანები, ანუ თქვენ, აი აქედან გამომდინარე ცოტა კრიზისულ ენერგიებში იქნებით. დაიწყება, არ დაიწყება ეს ურთიერთობა. უბრალოდ თქვენ აღარაფერს არ გააკეთებთ ამ სიტუაციაში. რისთვის, ასე ვთქვათ, შემოვიდა თუნდაც ეს ურთიერთობა კვლავ თქვენს ცხოვრებაში, არ რისთვის გაჩერდა, ამ ქაოსურ ენერგეტიკულ ფონში იქნება ადამიანი, რაღაც უცნაური ეს არის ინფორმაცია. ეხა უყურეთ. ეხა ვინც მარტო ურთიერთობაზე არ უყურებს და რა თქმა უნდა მარტო ურთიერთობაზე არ უყურებს კვირის პროგნოზს ადამიანები. ესე იგი თქვენ ძვირფასო ადამიანებო, თუ ნერვიულობდით ფულზე, რადგან შეიძლება სადღაც წასასვლელად გჭირდებოდათ, ან მეგობრის დაბადების დღეზე, ან ასე შემდეგ, ну რაღაცისთვის გჭირდებოდათ და ელოდებოდით, მაგრამ თან იმედი გქონდათ და თან მაინც გენერვიულებოდათ. აქ მიიღებთ შეტყობინებას მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, რომელთან დაკავშირებდეთ იმედი აღარ გქონდათ და გამოხვალთ ამ რაღაცა კრიზისიდან. რაც შეეხება საქმიანობას,
თუ იყო შეჩერება, თუ იყო, ასე ვთქვათ, ძებნის პროცესი გქონდათ სამსახურთან დაკავშირებით და უბრალოდ აი იმ რაღაცას ეძებდით, რაც თქვენ გჭირდებოდათ, ამას იპოვით, ამას აღმოაჩენთ. ანუ გამოდიხართ ლოდინის პერიოდიდან, აი ვიღაცაზე დამოკიდებულებების პერიოდიდან, აქ უფრო ჩაგვიშალეთ, რას გულისხმობთ. საქმიანობაში რა ელოდება ამ ადამიანებს? ხო, აი გზას, რომელსაც ვერ ხედავდით, დაუშვათ, აი შეიძლება ბევრი რაღაც გაქვთ გაკეთებული საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ეძებდით რაღაცას, გამოსავალს და უბრალოდ უკვე გემძიმებოდათ ეს სიტუაცია და გამოსავალი არ ჩანდა. თითქოს რაღაცა გზა არ ჩანდა. აქ აღმოაჩენთ იმ რაღაცას, რასაც ეძებდით, მოდი ასე ვთქვათ. თქვენ შეიძლება გეგონათ აქ, რომ ტყუილად ვაკეთე ამდენი რაღაცა. მაგრამ ამან, ასე ვთქვათ, საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც თქვენ დაინახავთ ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, დადებითი კონტექსტით. იმიტომ რომ აქ კმაყოფილი ჩანხართ იმ ყველაფრით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის იყო ძალიან დიდი გზა და მძიმე გზა და უკვე ფიქრობდით, რომ მე ვერაფერ გზას ვერ ხედავ, რა ვიცი, მე რა არ გავაკეთე, რა არ ვეძებე, აქ გამოსავალს ნახავთ. ფინანსები როგორი იქნება მომავალი 1 კვირის განმავლობაში? იდეალური. ფინანსებთან დაკავშირებით, ჩემო კარგებო, რაღაცა შეიძლება ისეთი წყაროდან მიიღოთ ფინანსები, რომელიც გაგიკვირდებათ, აღარ ელოდებოდით, ან უკვე დაკარგული შეიძლება გეგონათ. ფინანსებში გელოდებათ ან განახლებული, ასე ვთქვათ, გაჩერებული რაც იყო განახლება, იქიდან შემოდინება, ან ახალი წყაროებიდან გამოჩნდება ფინანსური სიუხვე თქვენ სივრცეში. პირადი სასიყვარულო ურთიერთობა. პირად სასიყვარულო ურთიერთობაში აქ თუ კონფლიქტი გქონდათ მამაკაცთან ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება კიდევ დაოჯახებული იყო, ან სერიოზულ ურთიერთობაში იყავით, ან გინდოდათ რომ გადასულიყავით. მოკლედ აქ მამაკაცი, რომელთანაც ემოციური კრიზი გქონდათ, ან შეიძლება მოგივიდეთ კონფლიქტური სიტუაცია და თქვენ უბრალოდ აი მარტო იგრძნობთ თავი, იცოდეთ რომ ეს მამაკაცი გაგვირდებათ შორიდან, თქვენ თუ გგონიათ რომ ეს всё დამთავრდა და წავიდა, არა, დაგაგვირდებათ აუცილებლად შორიდან. რა გელოდებათ მომავალი 1 კვირის განმავლობაში? ცოტა კონფლიქტური სიტუაცია გელოდებათ, რაღაცა ერთად ყოფნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სადაც ძირითადად თქვენ გიწევთ ლოდინი. მაგრამ ისევ ეს ადამიანი, თუ კონფლიქტი გქონდათ და იყო პაუზა ან დაშორება, ეს ადამიანი მოვა ისევ თვითონ იმას იზავს, შემოგირიგებთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ეს რაღაცა სიტუაცია არ მოგწონდეთ, მაინც მოვა ეს ადამიანი, ეხლა რამდენად დაგაკმაყოფილებთ მაგისი პოზიცია და რამდენად არა, ეს ცოტა შეიძლება უკმაყოფილო პოზიციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ ეს ადამიანი მაინც მოვა თქვენთან, მაინც მოვა და შეეცდება რომ შემოგირიგოთ, კი არა და შემოგირიგებთ.
აქ სექსუალური ურთიერთობა გელოდებათ და უბრალოდ აი ის საკითხი, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალში გადაწყდეს, ხო? აი ეს საკითხი ჯერჯერობით ისევ გაჩერებულ ფაზაში იქნება, თუმცა ეს ადამიანი მოვა ჩემო კარგებო. და იცოდეთ, რომ თქვენ თუ გონიათ, რომ ვერ ხედავთ და ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, წავიდა და თქვენ ფიქრობთ, რომ აიმე რაღაცა იცოდა თუ არ და რა ვიცი, მოვა და იცოდეთ, გითვალთვალებთ, გაკვირდებათ კიდევაც. რას არ ელოდები, მაგრამ მოხდება მამაკაცი მოვა მოულოდნელად თქვენთან, აქ გექნებათ სექსუალური ურთიერთობა, თუმცა რო გითხრათ, რომ არ ელოდებოდით, ნამდვილად ელოდებოდით ამ ყველაფერს, რადგან ფიქრობდით, რომ თქვენ ამისთვის ყველაფერი გქონდათ გაკეთებული, რომ ესე მომხდარიყო, მაგრამ ცოტა არ იყოს, ეჭვგეპარებოდათ, ეს ადამიანი მოულოდნელად მოვა. შეიძლება კონფლიქტიც გქონდეთ კიდევ ამბობ, მაგრამ აქ გელოდებათ სექსუალური კავშირი. მეცაც ვიტყოდი ვიღაცაებისთვის ეს ადამიანი, ვისთანაც სექსუალური კავშირი გქონდათ ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, აქ ვიღაცასთან სერიოზული წინადადებით მოვა, მოკლედ ბევრი რო არ ვისაუბრო ადამიანი, ვისთანაც სექსუალური ურთიერთობა გქონდათ. აი მოულოდნელს თუ შევეხედით, ხო? თქვენ ამ მოულოდნელობას კი ელოდებოდით რაღაცას, რომ სექსუალური კავშირი გექნებოდათ ისევ, მაგრამ იმას, რომ ადამიანი მოვიდოდა სერიოზული შეთავაზებით რა, სერიოზული განზრახვით შეიძლება შეთავაზებითაც ყოველ შემთხვევაში, აი ის რომ მოულოდნელი იქნება თქვენთვის მამაკაცის მხრიდან, რომ მოვა სერიოზული წინადადებით, აი რა გავაკეთო. ამ ადამიანთან ახლა ვერ გეტყვით, რომ ერთდღიანი კავშირი გაქვთ, ნამდვილად დიდხნიანი კავშირი გაქვთ და უბრალოდ აქ იყო ცოტა გაბუტულობა თქვენს კავშირში, იმიტომ რომ აი არასერიოზულობა იყო, მოდი ასე ვთქვათ და ეს თქვენ გიქმნიდათ დისკომფორტს და აი ამ დარდებს გაგიფანტავთ. ელოდებოდით მოსვლას და სექსუალურ კავშირს, მაგრამ არ ელოდებოდით სერიოზულ წინადადებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ეს არ გინდოდათ, პირიქით გინდოდათ, მაგრამ აი რაღაცაირად არ ელოდებოდით და აი ეს მოხდება, რასაც არ ელოდებით, ჩემო ძვირფასებო. რასაც მე თქვენ გისურვებთ სულით გულით და გისურვებთ, რა თქმა უნდა, ბედნიერ და წარმატებულ მომავალ ერთ კვირას. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გიტოვებთ არხზე სიყვარულს და პოზიტიურ ენერგიებს.